როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ამერიკაში მცხოვრები სტუდენტისთვის. დილის 7 საათზე გაღვიძება იყო პირველი ჩვევა, რაც ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ დავისწავლე. სხვანაირად სტუდენტურ ცხოვრებას უბრალოდ ვერ აუწყობ ფეხს. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ყველა ან კროქსებით ან პიჟამოებით დადის, მე მაინც წინასწარ ვიმზადებ ხოლმე ტანსაცმელს და ვცდილობ თან აკადემიურად, მაგრამ თან კომფორტულად მეცვეს. წინა ღამით ან დილას ვიმზადებ ლანჩის ყუთს, ცივ ყავას და სავარჯიშო გამოსაცვლელ ტანსაცმელს. უნივერსიტეტი 10 წუთის გზაზე მაქვს, ამიტომ ფეხით მივსეირნებ. პირველი ძირითადად კამერა და ტექნიკა გამომაქვს ხოლმე. ან უკან ვაბრუნებ. და მერე უკვე ლექციებზე შესვლის და მეცადინეობის დრო დგება. მთელი დღე უნივერსიტეტში ხარ, იქვე ესწრები ლექციებს, იქვე მეცადინეობ, ჭამ და ვარჯიშობ. კაფეები, წიგნების მაღაზია, ბიბლიოთეკა, გადასაღები და სამონტაჟო ოთახები. ბიბლიოთეკაში სხვათა შორის ტექნიკის განყოფილებაც აქვს, სადაც შეგიძლია მიხვიდეთ და ლეპტოპის, მობილურის დამტენი, მაუსი, თვითონ ლეპტოპი და ზოგადად ნებისმიერ ტიპის ტექნიკა შეგიძლია ითხოვო. იმ შემთხვევაში თუ სახლში დაგრჩა, ან თან არ გაქვს. რადგან ჩემს უნივერსიტეტს უფასო ჯგუფური ვარჯიშები აქვს, თითქმის ყოველ ჯერზე როცა შანსი მაქვს ვესწრები. სპორტული შენობა ჩვენს უნივერსიტეტს ცალკე აქვს, რამდენიმე სართულია თავისი აუზით, კლასებით, დარბაზებით და ეს ყველაფერი სტუდენტებისთვისაა სრულიად უფასოდ. შესაბამისად, აქ ცხოვრება და თან ჯანსაღი ცხოვრების წესის მიყოლა არც ისე რთული ამბავია. საღამოს 7-8 საათამდე ძირითადად სულ უნივერსიტეტში ვარ. ყველა შენობაში და თითქმის ყველა სართულზე საერთო და ინდივიდუალური სამუშაო სივრცეებია სტუდენტებისთვის. შესაბამისად, აქვე ყოფნა და მეცადინეობა ბევრად კომფორტულია. ცოტა დაღლა რომ შემომიტევს, მე სახლისკენ მივდივარ და უკვე ასევე ძალიან ადრე ვიცინებ. 10-11 საათზე უკვე ძილის ღრმა ფაზაში ვარ.